საჯარო უწყებებში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური რეორგანიზაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ეხება. ქართული ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა აყვანა გაშვების გამარტივება, სტრუქტურული მოწყობა და სხვა ტექნიკური საკითხები კანონის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში ძირეული ცვლილებები შევა. მისი ამოქმედების შემდეგ უწყების მინისტრი გადაწყვეტს უცხოეთში საქართველოს საელჩოებში დასაქმებული დიპლომატების დანიშვნა მოხსნას, მისიაში მუშაობის უფლების მიცემა შეზღუდვას, სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტას და ასე შემდეგ. ქართული ოცნება ამ ცვლილებებს რეფორმას უწოდებს. Დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის და ადმინისტრაციულ ტექნიკური პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არაუმეტეს 1 წლამდე ვადით. ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მივლინებული პირისთვის გრძელვადიანი როტაციის ვადის 6 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების საჭიროება. დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ნორმები ითვალისწინებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირის როგორც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ასევე საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაციის მავალდებულ ნორმებს იმ შემთხვევაში თუ მივლინებული პირის ქმედება ვერ ამართლებს მისი მივლინების მიზანს, მიზანშეწონილია კანონი ითვალისწინებდეს ასეთი პირის ვადაზე ადრე გამოწვევის შესაძლებლობას. ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების პარტიულ სტრუქტურებად გარდაქმნას, რათა ყველა უწყება ქართული ოცნების პოლიტიკურ მიზნებს დაექვემდებაროს. მათივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ასეთი ერთპიროვნული ფუნქციების გადაცემა მხოლოდ რეპრესიებს გაზრდის უწყებაში და რეფორმასთან ამ ცვლილებას არავითარი კავშირი არ აქვს. ემსახურება ერთადერთ რეპრესიულ მიზანს, ცხადია, ახალი კანონპროექტით არის ამ შინაარსის, ანუ ახალი კანონპროექტით მარტივდება დიპლომატების დათხოვნა, გამოწვევა და ცხადია, ეს არის შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობილი, შეფასების კრიტერიუმად კი აქაც, როგორც ყოველთვის საუკეთესო პრაქტიკით, განსაზღვრული იქნება პარტიული ერთგულება. ანუ ვინც იქნება ერთგული ქართული ოცნების ღირებულებების და პარტიული კუთვნილების, ის დარჩება დიპლომატიურ უწყებებში, რაც არის დამღუპველი საკადრო დიპლომატიისთვის და რაც არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისთვის დამაზიანებელი. კეთილსინდისიერი მოხელეების რეპრესიები დიდი ხანია დაიწყო, მათ შორის ეს გამყარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ფაქტობრივად მოსპო მთელი ბირთვი, რასაც დგას საჯარო სამსახური. განსაკუთრებით ებრძვის ოცნება დღეს იმ საჯარო მოხელებს, იმ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელებს, რომლებსაც ძალიან ბევრი შრომა აქვთ გაწეული ევროინტეგრაციის, საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ამ ცვლილების განხილვა პარლამენტში დაჩქარებულად მიმდინარეობს. ქართული ოცნების დეპუტატები საგარეო საქმეთა სამინისტროს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას სავარაუდოდ მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებენ. ალეკო გვედაძე, ევრონიუს, ჯორჯია.